ალბათ გაინტერესებთ ასევე რას გვიმზადებენ პლანეტები დღეს, როგორ უნდა დავგეგმოთ ორშაბათის სწორად, ამიტომ 21 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ, რომელზეც ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა გვესაუბრება სწორედ ახლა. დილამშვიდობი საქართველო, დღეს 21 ივლისია, ორშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, თუმცა ამ დღის ენერგია შედარებით დაძაბული იქნება. სიფრთხილე გმართებთ ყველაფერთან მიმართებაში, განსაკუთრებით კი სილამაზის პროცედურების ჩატარების დროს. თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, უმჯობესია, რომ მომდევნო დღეებისთვის გადადოთ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ბერძებო, დღევანდელი დღე შესაძლოა თქვენთვის არც ერთი დადებითი იყოს. გქონდეთ რაღაცნაირი მელანქოლიური განწყობა და ასევე სხვა ადამიანები ზედმეტად ბევრს მოითხოვდნენ თქვენგან. შეეცადეთ, რომ ყველაფერი შედარებით პოზიტიური კუთხით შეხედოთ. ძალიან კარგი იქნება თქვენთვის სულ ცოტა ხნით მაინც განმარტოვება და საკუთარ თავთან ერთად მარტო დარჩენა. ურევებო, თქვენთვის დღის მთავარი თემა იქნება ურთიერთობები. შეეცადეთ, რომ სწორი კომუნიკაცია დაამყაროთ ადამიანთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რადგან შესაძლოა გარკვეულმა სიტყვებმა ან ფრაზებმა მათ გული ატკინოს. მოკლედ შეეცადეთ, რომ ძალიან სწორად მიუდგეთ ყველას. გარდა ამისა, ძალიან კარგი იქნება ძველი მეგობრების გახსენება, მათი მონახულება ან თუნდაც კავშირის აღდგენა. ტყუპებო, დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ფინანსური საკითხები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გარისკოთ ან გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. პირიქით, ყველაფერი კარგად და სწორად უნდა გათვალოთ. გარდა ამისა, შესაძლოა გქონდეთ გარკვეული დაუცველობის შეგრძნება, თუმცა ეს ყველაფერი ცოტა ხანში შეიცვლება. შესაბამისად, შეეცადეთ, რომ არ მიაქციოთ დიდი ყურადღება. კირჩხიბებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ პოზიტიური იქნება. მარტივი იქნება თქვენთვის ემოციების გამოხატვა ან თუნდაც რაიმე ახალის დაწყება. ნებისმიერი მიმართულება, ნებისმიერი საქმე თითქოს მარტივად გამოგივათ. გარდა ამისა, თქვენი შეგრძნებები, ემოციები საკმაოდ ჰარმონიული და პოზიტიური იქნება. შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე სწორად და მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ. ლომებო, თქვენ შემთხვევაში პირიქით არის. დღეს შესაძლოა უკან დახევა ჯობდეს. არ არის სასურველი აქტიური მოქმედება, გარისკვა ან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. პირიქით, უმჯობესი იქნება თუ დღევანდელ დღეს დააკვირდებით მოვლენების განვითარებას, შეაფასებთ სიტუაციას და დაგეგმავთ იმას, თუ როგორ გსურთ თქვენი ცხოვრების გაგრძელება, ან რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგათ მომავალში. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, დღევანდელი დღე თქვენი საკმაოდ აქტიური იქნება სოციალური კუთხით. შესაძლოა შეხვდეთ მეგობრებს, გაატაროთ დღევანდელი დღე საკმაოდ პოზიტიურად და ჰარმონიულად. თუმცა აქაც ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციას და ურთიერთობებს. შესაძლოა რაღაც ახალი აღმოაჩინოთ, ან მიხვდეთ ისეთ რამეს, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო თქვენთვის დაფარული. მოკლედ საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მინიშნებებს დააკვირდებით. სასწორებისთვის დღეს სასურველი იქნება იმისდროს ზრუნვა. შეეცადეთ, რომ გამოიჩინოთ ლიდერული თვისებები და გარდა ამისა, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ნუ იქნებით ორიენტირებულები თქვენ სირგულ მყოფ ადამიანებზე. დღეს უმჯობესია, რომ დრო საკუთარ თავს და საკუთარ განვითარებას დაუთმოთ. მორიელებო, დღევანდელი დღე თქვენთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გადააფასებთ უახლოეს წარსულში მომხდარ მოვლენებს. შეგეძლიათ გადააფასოთ ეს ყველაფერი, გამოიტანოთ დასკვნები იმისთვის, რომ მომავალში შეცდომები აირიდოთ თავიდან. მოკლედ საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ. ამასთან ერთად ინტუიციაც საკმაოდ ძლიერი გექნებათ. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, შეეცადეთ, რომ ენერგია სწორად გაანაწილოთ და დააბალანსოთ. ამასთან ერთად მიაქციოთ ყურადღება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. დღეს არ არის სასურველი გაუთვალისწინებელი ხარჯების განხორციელება ან რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ფინანსური კუთხით. უმჯობესი იქნება თუ დღეს თავს შეიკავოთ, მოითმეთ და მომდევნო დღეებისთვის გადადებთ რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. დღესქებისთვის დღევანდელი დღე შედარებით ემოციური იქნება. თითქოს ზედმეტად გრძნობიარენი ხართ და ზედმეტად მწვავედ რეაგირებთ ყველაფერზე. გარდა ამისა, მოითხოვთ რაციონალურობას თქვენ სირგულ მყოფი ადამიანებისგან. დღეს უმჯობესი იქნება თუ შედარებით მარტივად შეხედავთ ყველაფერს და ამასთან ერთად არ მოითხოვთ ბევრს, განსაკუთრებით თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან, რადგან ამას შესაძლოა თქვენი ურთიერთობა გააფუჭოს. მერწყულებო, დღეს უმჯობესია, რომ დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება ან თუნდაც რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ნებისმიერი რუტინული საქმიანობა ან ისეთი საქმე, რომელიც რთულად იქნება შესასრულებელი, შესაძლოა გაგიჭირდეთ და დაუშვათ შეცდომები. მოკლედ, თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. ხოლო რაც შეგეხება თქვენ თევზებო, თქვენთვის დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იქნება, განსაკუთრებით რომანტიკული კუთხით. კარგი იქნება თუ მეც სითამამეს გამოიჩენთ. გარდა ამისა, თუ ვინმესთვის რაიმეს გაზიარება გსურთ, შეგეძლიათ, რომ დღევანდელი დღე გამოიყენოთ, იყავით თავისუფლები და შეგეძლიათ, რომ თამამად გადადგათ ნაბიჯები. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.